მსოფლიო ჰიპერტენზიის დღე არის გლობალური ჯანდაცვის საინფორმაციო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას მაღალი არტერიული წნევის რისკების შესახებ და ხაზს უსვამს რეგულარული მონიტორინგისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის მნიშვნელობას. ჰიპერტენზია წარმოადგენს გულის დაავადებებისა და ინსულტის ერთ-ერთ მთავარ რისკ ფაქტორს და იგი მსოფლიო მასშტაბით მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს. ჰიპერტენზიას ჩუმკვლელს უწოდებენ, რადგან ის ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა ზრდის ინსულტის, გულის შეტევისა და თირკმლის დაავადებების რისკს. მსოფლიო ჰიპერტენზიის დღე 2005 წელს დაარსდა ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის მიერ. წლევანდელი კამპანიის მთავარი მოწოდებაა „ვმართოთ ჰიპერტენზია ერთად“. მიზანი კი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მაღალი არტერიული წნევის რისკების შესახებ პრევენციის ხელშეწყობა და წნევის რეგულარული კონტროლის წახალისება წარმოადგენს. აღნიშნული დღის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით იმართება საგანმანათლებლო კამპანიები, ჯანმრთელობის სკრინინგები და ცნობიერების ამაღლების აქტივობები, რომელთა მიზანია მოსახლეობის ჩართვა და ინფორმირება. საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM Pharma მსოფლიოში მიმდინარე ჰიპერტენზიის კამპანიას კვლავ უერთდება და უფასო სამედიცინო კონსულტაციასა და კვლევებს თავაზობს მოსახლეობას. უფასო გასინჯვები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, ასევე კამპანიას უერთდება გორი, რუსთავი და რა თქმა უნდა თბილისი. GM Pharma-ს შეთავაზების ფარგლებში პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ კვალიფიციური ექიმის კონსულტაცია მიიღონ და ჩაიტარონ საჭირო გამოკვლევები, ელექტროკარდიოგრაფია და საჭიროების შემთხვევაში გულის ეკოსკოპია. უნდა აღინიშნოს, რომ ჰიპერტენზია მრავალი კარდიოვასკულარული გართულების წინაპირობაა და გულ სისხლძარღვთა იმ ქრონიკულ დაავადებას განეკუთვნება, რომლის პრეპარატები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში არის ჩართული. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში აქტიურად არის წარმოდგენილი GM Pharma-ს მედიკამენტებიც. სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა სოციალურად დაუცველ პირებს, პენსიონერებს, ვეტერანებს, შშმ პირებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეუძლია. New Hospital-ი და კომპანია GM Pharma წელსაც ტრადიციულად უერთდებიან ჰიპერტენზიის მსოფლიო კამპანიას. არტერიული ჰიპერტენზიას ხშირად მდუმარე მკვლელს უწოდებენ, ვინაიდან უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში გართულებების, მათ შორის ინსულტის და გულის იშემიური დაავადების მთავარი რისკ ფაქტორია. შესაბამისად, დროულ დიაგნოსტიკას და პრევენციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. New Hospital-ი და კომპანია GM Pharma კიდევ ერთხელ აერთიანებენ ძალებს ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩვენი აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში ყოველწლიურად ტრადიციულად იმართება უფასო სკრინინგული დღეები, რაც მოიცავს სრულყოფილ კარდიოლოგიურ კვლევებს, მათ შორის ელექტროკარდიოგრაფიას, ეკოკარდიოგრაფიას და კარდიოლოგიის მაღალკვალიფიციური კარდიოლოგიის კონსულტაციებს. მსოფლიო ჰიპერტენზიის დღე ხელს უწყობს ყურადღების გადატანას მკურნალობიდან პრევენციაზე და შესაბამისად აძლევს ინდივიდებს საშუალებას უფრო მეტად ეზრუნონ გულ სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე დროული დიაგნოსტიკისა და ცხოვრების წესის გაუმჯობესების გზით. ზოგადად ცნობიერების ამაღლება და დაავადების დროული გამოვლენა ხელს უწყობს, რომ ერთად ვიზრუნოთ გულ სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე და შევამციროთ ჰიპერტენზიის გლობალური ტვირთი. უფასო გასინჯვები უკვე დაიწყო თელავის რაიონულ საავადმყოფოში 15 მაისს. ასევე ზუგდიდში 17 მაისს ჩატარდა უფასო გასინჯვები. თბილისში New Hospital-ში 18 მაისიდან დაიწყება და მთელი კვირა 22 მაისის ჩათვლით პაციენტებს ექნებათ შესაძლებლობა უფასო კონსულტაცია და კვლევები ჩაიტარონ. რუსთავში 19 და 20 მაისს გაიმართება უფასო გასინჯვები. კამპანიას ასევე უერთდება გორიც 18 და 21 მაისს და ბათუმიც 19 და 20 მაისს.